დედაქალაქის საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისში არსებული დიდი ლილის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მიერ წარმოქმნილ პრობლემებსა და მათ აღმოფხვის გზებზე იმშელა სხდომაზე მომზადდა განკარგულების პროექტიც, რაც დედაქალაქის მერიას არსებულ ნაგავს საყრელზე ვითარების ნორმალიზაციისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, შემდგომში კი მისი კონსერვაციისა და ახალი ალტერნატიული ვარიანტის მოძიების მიზნით სპეციალური პროგრამის წარმოქმნას ავალდებულებს. არასწორი დაპირება მოსახლეობას დაუკვირდეთ ლილის ნაგავს დახურვას და სხვაგან გადატანას, ეს იქნება ტექნიკურად ამ შემთხვევაში შეუძლებელი, ფინანსურად გაუმართლებელი ხარჯი, ადგილზე პოლიგონზე ხელისუფლება უნდა მოახერხოს გამოძიების მეთოდები, გასახები, რათა ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს, მოგვარდეს და ლილის ნაგავსახლელი, რომელიც თავისუფლად აშენდა და დაპროექტა როგორც ევროპული სტანდარტის ნაგავსახლელი, მართლაც იქცეს ევროპული სტანდარტის ნაგავსახლელად. შესწავლილი აქვს მოსაზრება, როგორ შეიძლება ასე ვთქვათ განხორციელდეს განკარგულებაში გამოსასვლელი ასე ვთქვათ საკითხები. ამიტომ ჩვენ კონკრეტული ვადა მოგვეცა რის საფუძველზეც, ანუ გავადაში წარმოვადგენთ მერის წინადადებას, თუ როგორ პროგრამას, თუ როგორ შეიძლება არსებული მყარი ნარჩენების განთავსების პოლიგონის მოწესრიგება და შესაბამისად სამომავლო გეგმების ასე ვთქვათ წარმოდგენაც როგორც მოსახლეობისთვის, ასევე საკრებულოს წევრებისათვის. კომისიებმა იმსჯელეს და მოამზადეს განკარგულების პროექტი, რაც ავალებს ქალაქ თბილისის მერიას არსებულ ნაგავსაყრელზე ვითარების ნორმალიზაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, შემდგომში მისი კონსერვაციისა და ახალი ალტერნატიული ვარიანტის მოძიების მიზნით სპეციალური პროგრამა წარმოადგინოს 20 კალენდარული წლის განმავლობაში, არა უგვიანეს 10 ნოემბრისგან.